მახსენდა იცი პარ. აბა. პატარა რო იყავი და სულ ესე როტიროდი. მახსოვს ხო? ნახე რა სურათი მაქვს ტელეფონში. მე და შენ პატარები რო ვართ კეჩხობში. საიდან ეს აღარც მახსოვდა რა მაგარია. შენ ხო ყველა სურათში თავი გაქვს მოტრიალებული პროფილში რომ მდგარიყავი. მე იცი რა გამახსენდა ჩვენი თამაში გახსოვს პატარები რო ვიყავით ფანჯდა რო ვიყურებოდით ხომ ხო გახსოვს ეგ თამაში რა მაგარი. მე მოდი ვითამაშოთ ახლა. მოდი. რა პრობლემაა მოდი. მოიცა. მოდი ვითამაშოთ აბა. რა თხარ? კი, შენ? მეც. მიდი. მოდი რა მაგარ თამაშობ ეხლა რო იცოდი მოდი გითხრა რა ხდება ისი ვინ შემოვა იმას უნდა დავსინოთ ხო და ეხლა მოხვედი შენ და ეს რაღაცია დათო კარგი თამაშია ძალიან კარგი თამაშია ხო კარგი გავიგეო რომ არ გინდა ეხლა ეს იუმორი გავიგე ხო რა მოგიტანო მითხარი აბა რა მოგიტანო მე წვენს დავლე წვენი კარგი წვენი მეც წვენი ნაყინი მაწვი და ალუბლის ნამსხვარი კი ბატონო აი ეს გამომართვა ხურდა არ მინდა მადლობა ეკა ხო მითხარი და მე არა აი ასე მოგლეს მე დრო მქონდა და სამსახურში წასვლამდე შემოვიარე კარგია მე დიდი ხანია აქ ვარ ისე ხა ვაპირებდი წასვლას მეც ვაპირებდი წასვლას ისედაც დავუგეიან სამსახურში არა კი ვაპირებდი მაგრამ გადავიფიქრე არა ვიქნები ცოტა ხანი არსად არ მეჩქარებ მეც ვიქნები პრინციპში დავუგეიან უკეთ რა მიშოდო ბანკი დავუგეიან თუ არა ხო მოგწონს აქაურობა კი კარგია მაგრამ მადრიდიც მენატრება იცი რა კარგია და თუ იქ ამ დროს ღვინის ფესტივალია უამრავი ტურისტი ჩამოდის ეთქვირაში ფიესტა იწყება მერე ბოლეროს დღეებია თითქმის ყველა ბარში ცეკვავენ ჭრელი კაბებით ბოლეროს იცი რა ლამაზია ლამაზი იქნება აი ხულუშის ლამაზია ჩვენთან ძალიან მოხუცები აჭარულს ცეკვავენ სხვადასხვა იმათ და ჭრელებია ისე ხო პრინციპში რა არის იცი აბა თქვენ ეხა შემოხვედით და არ გინდათ სანამ რომ გავისეირნოთ ქალაქგარეთ გავიდეთ სანამ ხო კი რა მაგარი იქნება მადლობა დათო ვიცი რა სიძახი ხა რა ახალი ჩამოსული მე ვარ ვერ გავიგე რა სიძახი აბა არ ერთხელ ახალი ჩამოსული ხო და მარტო მე დაიკაწავალთ არ არის პრობლემა კარგი რა პატარა რაც ჩამოვედი ამ ბარის გარდა არ სადავყოფილო წავიდეთ რა კარგი წავიდეთ სათპატიში ბაბა სათპატიში ეს ეკაზია დამოკიდებული სადაც უნდა იქ წავალთ მე ყველაფერს ეკა სადაც უნდა იქ წავ ეხა ეს ყველაფერზეა წამსვლელი ხო და ძალიან ხო ანუ ამსტერდამი ან ლონდონი უჩხარი გიხოცა K2
აი მოდი და რა არის რა ლაშა ხალათი მაინც შეიკარი და ისე ჭამე თუ სადახარ ზეთი მინდოდა რა ცოტა კარგი რა თამარ ამორიდებული ყოფილხარ რა ზეთი თუ გინდოდა გეთქვა ჩემს მე ვერ მოგვაწოდებდი თამრი გეხვეწები შენი სათვალე მათხოვე რა გამომიტანე მიდი სწრაფად დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუ მაქვს რომელი სათვალე რომელი და ის ვახოს რო უთვალთვალებდი ხოლმე ქუჩაში რო დადიოდი რო გეკეთა ის ამას ხო არაფერი გამოეპარება რა როგორ არ დაიღალი ამ სახლში ჯდომით მართალია ესე ჯდომით დავიღალე წამოვწევი ცოტას ლაშიკო მომისმინე მართალია ჩემი და გარდაიღალე გენმუდარები გეხვეწები ლაშიკო გაიარე სააგენტოებში იქნება რაღაცა სამსახური იშოვო რა მოგივიდა რა მიდი ჩქარა ვეძებ ქეთევან და დავდივარ ამ სააგენტოებში მაგრამ რა ვქნა საჩემო არაფერი არ არის და რას იშოვი ახლა ისეთ სამსახურს შე რო გინდა 2-დან 4-ის ნახევრამდე სამუშაო საათები ორჯერადი კვებით სად იპოვი დილამშვიდობისა თამარ წავედი ბახუნა გეხოცები გთხოვე რომ უშოვე მეთქი ლაშა სამსახურს ალაპარაკო მექნება მე კარგი ხო რა ვიცი ხო რა ვიკითხავ გამოვნახოთ რა ხო მიდი დამირეკე მე აი ისე ვახო თუ გიშოვი სამსახურს მართალია ისე ვახო თუ მიშოვი და ისე ვახო თუ გამომიშვებ სამსახურიდან თორე სხვანაირად რომ კარგი მოიცადე არ მინდა მეწყდე ხო არ მინდა იუმორი არ მინდა დაგიღალ თამარ ლაშიკო მიდი გეხვეწები ადეკი თუ გინდა ის ნამცხვარი შეჭამე მიდი სამზარეულოში გუში რო გამოვაცხეთ ეფსედებს მიდი შეჭამე ვაი მე რა გიზარება ჭამა არა სამზარეულოდან გამოტანა მიდი თამარ გამომიტანე რა აუ თამრი გემუდარები სათვალე გამომიტანე სწრაფად რა მიდი ვერ გავიგე მე თქვენი მოსამსახურე ვარ თუ რა ვარ შემოვედი ზეთი მინდოდა ერთი ჭიქა კარგი რა კეთინო რა ამ ჩემ მიდი თამარ ბარემ ხო შედიხარ და გამოაყოლე ეს ნამცხვარიც თავი გამანებე კარგი გაგანებებს მოიცადე თამარ ბატონო ესე იგი ნახე როგორ გამოდის შეხედე შენ მე ხო გამომიტან ნამცხვარს დაგანებებ მე თავს წყილი და ჭიანჭველასავით რა ესე იგი ვახო მიშოვის სამსახურს მე დავეხსნები თამარს თამარი მოგცემს სათვალეს და ასე გაგრძელდება მე ჭირი კალხინიაკა თამარიკა კატუა ხედავ შენ, ჰა? ესე იგი თბილისელი კაცი ვარ, მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ეს არ ვიცოდი, კაცო, ჰა? მარჯვენა სანაპიროს ფართობი მარცხენა სანაპიროზე 6 მეშვიდედი დიდი ყოფილა. შეიძლება ბატონო. მოდი მერიკო. შენ იცოდი მარჯვენა სანაპირო რამდენი თბილი? 6 მეშვიდედით, ეგ ყველა მიცის. რა თქმა უნდა, ყველა მიცის, ისე ვიკითხე. ბატონო ირაკლი, რაღაც უნდა გითხრათ და არ გაბრაზდეთ. გაჯექი. საინტერესო დაწყებაა ეს ძალიან. რა მოხდა მერი? გუშინ თქვენ რო საბუთი დამიტოვეთ. კოტაძემ რო ძლივს მოაწერა ხელი. ეგ საბუთი შემთხვევით გადამიგდია. რა გიქდი? გადაგიგდი. აუ. დაჯექი. ცხენია. დაჯექი. კოტაძეს კიდე რას დავეძებ კოტაძეს ვდევ კიდე 5 დღე უკან და მოვაწერინებ ხელს მაგრამ ის მონაცემები იცი რომ არაფერი არა მაქვს შენახული და გაულა დავждე და ზეპირად უნდა ვწერო რაღაც სისულელეები იმ გრაფიკებში ცხენია. გავიგე დაჯექი რას ვიზავთ უნდა გავაკეთოთ თავიდან მოგეხმარებით მომეხმარები აბა რას ვიზავ კარგია მოდი თავარი არავინ გაიგოს ვინ გაიგე რა ვიცი მოგესალმებით როგორ მიყვარს თქვენთან შემოსვლა რო შემოვდივარ აი გძნობ რო გიხარიათ ჩემი დანახვა ისეთი განაღებული სახეები ვაიმე გამარჯობა ნოდარ ბოდიში ძალიან ბევრი საქმე გვაქვს არა უშავს რა მოხდა კაცო საქმების არა მერი გოგო რა მოხსლია ეს როგორ დაღუპო სად დაკარგე ეს საბუთები ვისგან დააყო შენამდე მე ვიცოდი ნოდარ
ძალიან გთხოვ, არ სადარ წამოგწდეს, ხო? გას მაკადრე, ბატონო ირაკლი, მე რამე წამომწდება, მე ზიზღება ბევრი ლაპარაკი, მაგრამ მაინც ლამარას და ციალაცაც ვეტყვი არ უთხრან არავის. ესე იგი ნახევარმა სამსახურმა უკვე იცი. ცოტა ნაკლებმა, შენ მაგაზე არ ინერვიულო, გენაცვალე, ვის არ მოსვლია? მართლა? ლია მუშაობდა აქ ერთი გოგო. ეხლა ჩვენი ერთ ადგილას მუშაობს, იმანაც დაკარგა რაღაცა სამსახური, დისკმარმა უშობა ხორცს კომბინატში წაიყვანა. მერი ჩვენ რა ვქნათ იცი? ახლა ცოტა დრო მაქვს მე და გავიდეთ იმ საქმეს მივხედოთ რა. რომელ საქმეს? საქმე რო გვაქვს ჩვენ საქმე მოსაგვარებელი როა ის საბუთების საქმეს მივხედოთ მაქვს ახლა დრო გავიდეთ. ვერ მივხვდი. რას ვერ მივხვდი გოგო? ვითომ რაღაცა საქმეო იტყუება რომ მიავდგე და წავა. არა ახლა თლად მასეც არ მიგულისხმია ბატონო ნუ ღელავთ ბატონო მე მივდივარ ისედაც საქმე მაქვს. ნოდარ შენ იცოდი მტკვრის მარჯვენა სანაპირო მარცხენაზე ის ფართობით რო 6 მეშვიდედი დიდი ეგ ვინ არ იცის ბატონო წავედი ეხლა მე მერიკო როგორ ნერვიულობ შენზე რა უნახნა გოგო კოტაძის ხელმოწერა კიდე ჯანდაბას მაგრამ ამას თურმე არ შეუნახი არაფერი და ის სისულელე ციფრები თავიდან უნდა მარიკა ხედავ როგორი სასოწარკვეთილია ეს დიასახლისი ნახე აი ესეთი სასოწარკვეთილი იყო დღეს მერიკო აი ეს ნერვიულობდა ის საწყალი რა რა უნდა ქნა მარიკა რა უნდა ქნა და უნდა ავდგე და უნდა წავიდე იმიტომ რომ მერი მარტო ვერ გააკეთებს მაგ საბუთს ხო ყველა მიცის უკვე ჩათვალე რომ ყველა მიცის რომ მერიმ დაკარგა იმიტომ რომ ნოდარი მიცის ხო და უნდა მივიდე და მივეხმარო ჩემი დასვენება ხო არ იქნება არასდროს ირაკლი, ნუ წახვალ ცოტა ხანი გეხოცები ღლონტერმა მithres თქვენი შულებისთვის რაღაც საჩუქრები გვაქვსო და მინდა რომ გადმოგცეთო შემოდითო ჩვენთან. ვაიმე, გავიგე რომ ღლონტებს ჩემი შულებისთვის აქვს საჩუქრები. ახლა მაგათი ამბავი რომ ვიცი ყველა საინფორმაციო გააშუქებს ამ ფაქტს რა. ვაიმე. ადიკი. როგორ მომენაკლე ირუში ჩემოძმა აი ადიკი. რაღაცა გინდა შენ ხა რა გინდა თქვი პირდაპირ. ხამარი. რა ხამარი? რა გინდა ხამარი? შენი ხამარი მინდა. რა გინდა ჩემი ხამარი? რა თქმა და შენი პიჯაკი და შარვალი უნდა ჩავიცო და მჭირდება. რა ხდება? ჰა? რა ხდება და დაჯექი მე რაღაცა ხდება დაჯექი. ხო აბა რა უნდა ქნა? რა ხდება და პეტოს დახვეცით. პეტოს და ეკა ესპანეთიდან რო ჩამოვიდა. ხო. სადაც რამე ესეთ რესტორანში პატიჟებ და მინდა რომ ძალიან მაგრა გამოვიყურებოდე რა. ხო და იმას რომ ხომ მოვეწონები. აი, შენ ვის არ მოეწონები? ვის? მე გეტყვი ვის და ნატა ყორშიას. ხო. ანანოს იმას ჰაეროვან როიკო ჩემი ყოფილი დივანი მაიკო მაგრამდენია უკვე კარგი რა მარიკა რა უთხარი რა რამე რა გეხოცები ირაკლი ჩემი ხათრით ათხოვე რას ხო ახლა მარიკა ჰა არა გეკითხები ახლა რა ხო შენი ხათრით ავიღო და ჩემი უძვირფასესი ტანსაცმელი გადავყარო ჰა კარგი ირაკლი არ გააფუჭებ ხო არა სანნა გავაფუჭო სანმე წავალ ესეთ სესინა რესტორანში იქ როგორ უნდა დავსო რა უნდა მოვიდე არც ეხლავე გამოგიტან დათო ხო აი კარგი ფიჭი ხარ ირაკლი გადასწარები შეუდარებელი ესე იგი სესინა რესტორანში ხო ჰა იცი მე როგორ უნდა მოიქცეს სესინა რესტორანში იცი როგორ სესინურად მომისმინე გასტავ რომ მიხვალ ახლა გოგოსთან ერთად იქ რესტორანში ხო რო შეხვალ რესტორანში ნუ დაეტაკები პირდაპირ მაგიდას ხო გამოუწიე ჯერ სკამი დასვი გოგონა და მე დაეტაკე იმ მაგიდას აი გამიგე ხო გამოუწიე სკამი და ვაჟნა ის და ხო დაეტაკები მაგიდას ხო აბა აირჩიე დათო ნახე აჰა მოიცა ასე არ არის მოდი ჩემთან ერთად ნელი ნაბიჯი წამომგები ეს ტაატით მოდი აი აქ ეხლა მე შენ ჩაგიტარებ ინსტრუქტაჟს ესე იგი
აი ამ ჰალსტუს თუ გამიფუჭებ მოგკლავ ამას თუ გამიფუჭებ ამ ჰალსტუს მოგკლავ ამ ჰალსტუს თუ გამიფუჭებ გშმუთავ და გაგლახავ ამას ავიღე ძალიან კარგი გადავიდეთ შარვალზე გიბოდა იცი შარვალს როგორ უნდა გაუფრთხილდე როგორ აი ცადაში ეს წაში ხო იცი როგორ უნდა გაუფრთხილდე ამ შარვალს მიგვრე ნახე როგორ და ისე უნდა იარო რომ სიარულის დროს შარვალს არც უნდა შეეხო აი ესე უნდა იარო გასაგებია გადავიდეთ პიჯაკზე ესე იგი სანამ პიჯაკზე მოგახსენებდეთ რაღაცებს მე მინდა ჯერ გითხრათ რამდენი მაქვს გადახდილი ამ პიჯაკში პრინციპში ხა უკვე კარგი ამიტებია და არ მინდა ეს პიჯაკი არა დათო გინდა მე სასეირნოთ წახვალ და არ გაცივდე ხო აი ნახე ცოტა მოიხდინე რაღაცა რა მოირგე აი აჰა მიხდება ძალიან ისე რა კიდე რამე ხო არ გინდა დათო რამე რა ეხა საფლეს თუ მომცემს და პლასტიკურ ბარათს მარგობილი ეს ბატონო დავით ახლა ისე ნუიზავ შენ რომ იმ სისინა რესტორანში ჩემი ძველი ხალათით წახვიდე კარგი ჩუმათორ მელოდები პეტროს ზარს ხო დათო და მომისმინე ჩვენ ახლა უნდა გავიდეთ გონტებთან და შენ გასაღებით გადაკეტე კარი და მე შემოგვიტანე ხო კარგი ხო გაიგე მიყურე ხა მიდი წაიღე კარგი აჰა ვაიმე ერთი წუთი რა მე მანამდე თქვენს აბაზანაში შევაბაზანდები და თქვენს სუნამოს მივიბკურე აგის მიქონდა მართოს აი თქვენ კიდე სახლში ხარ? ეხლა ვაპირებთ შტატს გამოსვლა თქვენთან. ვერ მოითმინეთ და გამოიქცე. მარიკა, შეხედე მარიკა, ისეთი ლამაზი კაბები გვაქვს ჩვენი გოგოებისათვის გაგიჟდები. მარიკა გადაიღებს სიხარ. მარიკა, იქ არიან გოგოები. მარიკა, წამოდი ახლა მოვაზომო, თუ პატარები მოუვათ, მე გაუგზავნი, ნათლია ჩვენს ნათლიას გაუგზავნი შვილებისათვის. წამოდი. ირაკლი, ისე შენ შემოდი და ნახე რა პატივში ყავხარ ღლონტებს. შემოდით. აბა, მიდი. ბავშვები თამაშობენ, ბავშვები, რამდენი ხანი არ გითამაშიათ ის. წავიდე რა. ხამათან შედი და უხსენი ხა სად მიდიხარ როგორ მიდიხარ ეკნები ირაკლის ნური გასაღები აი აკავჩერდეთ. ხო. კარგი ადგილია რა? ხო, აბარა, აი. ხო. კარგი. აკრა გვინდა? შენ გიგონა ხუმრობდით რომ ამბობდით ბუნებაში წავიდეთო. მე გავიგე. მე მეგონა ბუნება რესტორანი ბუნება. რესტორანი ბუნება. ანუ მეგონა რა ვიცი მე ხო. რა ტყე რა ვერ გავიგე. აქ იყოს ტყე. იცი რა მაგრად მიყვარს ტყე. აი ხა უყურე გეტყვი ერთ რაღაცას. ეხა უყურე. ერთს ხო დაიძახე, პარა ხო და მე დანაჩეს ეკო. ხო. აი. ხო, ეკოს მე დანაჩენ თავში. მაგარია. ხო, ძალიან მაგარია. შენც გიყვარს?
დაჯექი. მეც მიყვარს ტყე. ნახე რა კაია ბალახების სუნი. დაჯექიო, დათო, დაჯექიო. მოდი დაისვენი. ბალახების სუნი. ეს არა იყოს ვიდგები მე ტოტების სუნი უფრო მიყვარს. კარგი ვიყო ეხლა დასვენება. მოკლედ, რას ვაკეთებთ ეხლა? მივდივართ მოგვაქვს შეშა, ყრებთ სოკოს, წვავთ და ასე შემდეგ. დათო მიდის შეშაზე. ხო, დათო მიდის შეშაზე. შეშაზე. ხო, ესა პეტრე თიმოთი. ისა. იქნებ სხვა რამე დამავალო, ხა? იმიტომ რომ ეს რა ქვია. დავისურვე. დაისურვე. აჰა. შენი ბრალია რა პატარა. რა არის ჩემ ბრალი? ხო გამოგდი უნდა ჩამეცვა ის საღამოს კაბა. კარგი ხო. რა ვიცოდი რომ აქ მოდიოდი. არა უშავს დათო მომისმინე ეხლა შემდეგ კვირაში მივდივართ სათევზაო და შენ ჩაიცვი ფრაკი გაიგე. წადი. წავალ ხო წავალ მე შეშაზე წავალ. შეშაზე. გადავყრე ამ. უგურე ნახე ρε ბიაცი შეხედე. ეხლა რას წარმოიდგინე? ვინმე რომ მოვიდეს. არე გონებმა რომ ბიზნესმენი ყავს გატაცებული ყეში პალები. კოჩი ბრადაშურა. მოკლედ აი ის ამოვიღო. აი ეს. ამის მეტი ვერ ნახე იქით ტალახები იყო და ვეღარ გავედი. კარგი არა უშავს დათო დაჯექი პეიზაჟი დატკბი ჩიტების ჭიქჭიქს მოусმინე გაერთე რა ვიცი აბა რა არ ჭიქჭიქობინა. იცი რატო? რატო? გაოცებულები არიან. რა? პირველად ნახეს ესეთი ჩაცმული ადამიანი ტყეში. მე ხო საწახო მოვიტანე შეშას. ხო კარგი. მაინც დავიცი მე. რა უნდა იყოს ახლა როგორ რა უნდა დავისვარო ხე ისეთი. ხო რა ვიცი რომ. აი კიდე კაი ამინდია კარგი თორე. მე რა იქნება რა. ბატონო ეხლა რა ქენიცი? ყოველ შემთხვევაში აი ეს ჰასტუხის სამაგრი რკინა მოიხსენი. მე ხი არ დაგეცეს, გაიგე? კეთება. ვერ დარეკე მარიკა. აი ვერ ვრეკავ. ბედი არა. ბედი. აი. ამდენს მე ჩიჩინებია რომ წადიო სამსახური ისევე, მაგრამ ვინ მიშვებს, აბა? რა შვებით აბა? რა შვებით ბიჭებო? გააღეთა. ვერ გავაღეკეთ. ამირანის ბრალია სურა. ამირანი რაშუაში? გაშვაშია და ამირანი რომ იკეთებდა აქ რემონტს. რო არ გამპაროო და მაშინ დავაყენე ეს საკეტი. გარედან იკეთება, შიგნიდან ვერ აქ. აი რაშუაში. ვერ დარეკე დათოსთან მარიკა. აი გათიშული აქვს და ვერ გავიგე ესე იგი სად არის რესტორანშია თუ ტყეში. კარგი ხან უკანერვიულობ ჩვენ ვერაფერს ვეღარ ვიზავთ ეხა იყავით აქ. მოვა დათო თუ მოვიდა დროზე გახვალ სახში თუ არა და უნდა იყო აქ რა ვთქვა რა ხო ჩაგიქე. ვაიმე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. მარიკა იცი რა ვიფიქრე? ბავშვებისთვის ხო სადილი მაქვს გასაკეთებელი და ბარი მაქავარ და გავაკეთებ რა. მაინც აქედან უნდა გამეტრა ნახევარზე მეტი პროდუქტი. უცეთი ნახევარები გაკეთე. მე რა ვიშო. ვაიმე რამდენი რამე ქონია და ერთი კვირა გვეყოფა ყველას. მოიცადი აქ რაღაცა ხო? შენ აირაკი და შენ რომ დაწასულიყავი სამსახურში. რანაირად წავალ ბეგურა რანაირად საწყალი მერი. და მე რა მოვიდეს აქ? ვერ შემოვა ხო? რა აზრი? ვაიმე ახლა მე რას ვფიქრობ, რომ დავდივართ არ ვფიქრობ. უცებ დათომ რომ გადაწყვიტო სადმე წასვლა. აი შუა გზაში გადაწყვიტა გამგზავრება სამ. აი გადაწყვიტა. ხახო ბევრი არ დააჭრა. კი. რა პრობლემაა? მე ყველამ ერთად ვიცხოვროთ აი აქ. დიდი მადლობა მარიკა. დიდი მადლობა. მაგრამ პედაკეთებანი კი ვართ მეჩვეულები თამართან ერთად ცხოვრებას. თქვენ მეწოდეთ. შენ არ ინერვიულო, ჩვენს გამოგვიმუშავდა იმუნიტეტი. აი ეს დაიწყეთ ბიჭებმა სხარტულები. თამარ სხარტულები მე რენახე ვახო რომ მოვა და ვერ ჩაეხუტა. ვაიმე ჩემი ვახუნა რა უნდა ქნა?
ქნას ახლა. რა უნდა ქნას? მოვა აქ, თუ დროზე მოვიდა დათო, გააღებს კარს, შემოვა და ჩაგეხუტება. თუ არ მოვიდა დათო დროზე, შენი ვახუნა დაბრუნდება უკრაინაში. ჩემთავს გაფიცებ თავი არ ინერვიულო. შენ არ ინერვიულო, შენს თვალებზე ცრემლები არ დამბნახო თავი. ვახო სხვა ესე ჩემი ხელით ამოვიყვა ნაივნიდან ესე და გვერდში დაგისვა. აი მე თამარა. დაიხო. რა დრო შეიჭერით მა? რა დრო შეიჭერი? გძელით მა რო კონდეს საივნიდან ხო ჩაუშვებით ამოვიყვანდით მა. დათო შეხარ? აი მე ვახო. ვახო ხარ? ხო, ვახო. ვახო შემოდი გია? რა ხუმრობა ეხლა ეგ? რა ხუმრობა თამარ დაკეტილი ხო ვარ ხა ჩაკეტილები და ეხა ეწვალება ვახო და ვერ შემოვა ეგ. ირაკლი. გამიღე რა. ვერ გაგიღებ, ვერ შემოგიშვებ. რატო? ირა? ვინმე ყავს, ჰა? ნახო ვინმე ყავს მოგცემ ეხლა მე შე რა ლაპარაკია ეს? კარგი, შენ რა დაგემართა? შენ კი არა მე უნდა ვეჭხუბო ეხლა წესით. მიდი მე რას მაჭყურე? აუხსნით ადამიანს რა ხდება? გადაირია. აუხსნით. ვახო. მომისმინე? ვახო, ჩვენ ვართ ეხლა გარედან ჩაკეტილები. დათომ ჩავკეტა და გასაღები წაიღო. მარიკა. ხო. ლაშა მანდა? აკა. რა? გინდოდა რამე? ხო. აბა რა? ეხლა წუთი-წუთზე უნდა მოვიდეს ჩემი მეგობარი. ხო. ხო და დილას რომ თხოვეს გოგოებმა საიქნებ სამსახური უშოვო, მოკლედ გავიკითხე, გამოვიკითხე და აღმოჩნდა რომ ჩემ ახლო მეგობარს გონია აფთიაქების პატარა ქსელი. ძალიან კარგი ხო და ეძებს ვინმე ისე პატიოსან ადამიანს, სანდო ადამიანს, მენეჯერად. კარგია. მერე? სანდო ვარ მე, სანდო არა ვარ კაცო. აბა რა? სანდო ვარ. ირაკლი ხო ვარ სანდო უთხარი. ვენდობი. ლაშა მე მაგას ვეიტყვი ყველაფერს, მაგრამ პირადად უნდა და გასაუბრება და რა ქნა ეხლას. რა ვიცი აბა რანაირად გამოვიდე მე. აი ხო სხვა დროს იყო. რა სხვა დროს ვახო? ვახო, არავით არის სხვა დრო, ვახო, მე რა ვიცი კიდე როდის იქნება სხვა დრო, ვახო. ეხლავე გაესაუბრება, ვახო. ეხლავე ლაშა აქ არის და ეხლავე გაესაუბრება. კეთებან როგორ გაესაუბრება? არ იღება. ჭუჭრუტანიდან, ვახო, მიდი გაიხედე, მიდი. აი ჭუჭრუტანიდან როგორ გაესაუბრება ეხლა? ძალიან კარგი. ნუ გამაგიჯეთ რა. რა ვიცი ვეცდები მაგის. რა ვიცი. ვა, დათო სადა. ვა, ძლივს დავაყენე მანქანა. ხო, გოგა, ხო, ისა ლაშა მეზობელთან არის შესული. ხო, მაგრამ რა პრობლემაა? ჩვენ შევიდეთ. შევიდეთ? ხო. მოდი. აი ესე გავესაუბროთ. ასე როგორ? როგორ და ეხლა აგიხსნი რა გოგა კარები ჩაეკეტათ. მოკლედ ვერ გამოდიან ვერც ჩვენ. ხო და ასე რომ აი ესე ლაშა? ხო. ლაშა. აი ეს არის გოგა ეს ლაშა. სასიამოვნო. ჩემთვისაც. მოგესალმებით ბატონო გოგა. მე ქეთევანი ვარ. ეს ქეთევანია ეს ლაშას მეუღლია. ვახუნა მეც აქა ვარ. ეს თამარია, ჩემი მეუღლე. კიდე ვიყართ მათ. მე და მარიკა. ესენი მეგობრები არიან, მეგობრები ჩვენი, ხო? იუზა და მათეც აქ არის, ვახო. იუზა არის ოჯახის ახლობელი ჩვენი, ხო? და მათე მეზობელი. კი ბატონო. კარგი, გაისაუბრეთ. კი ბატონო, მაგრამ მე პირადად ლაშასთან მინდა გასაუბრება. პირადად? მოდი, აი ესე, აი პირადად, აჰა. და აი ესე, ლაშა. ბატონო ლაშა. დიახ, ბატონო. როგორც გავიგე, სპეციალობით სტომატოლოგი ბრძანდებით. კი. დიახ. სპეციალობით სტომატოლოგი ვარ, უმაღლესი განათლებით. ძალიან სანდო.
შრომის მოყარე. მაღალი, ნუ, კერათმიანი, ცისფერ თვალება, გავხტარ ესეთი ათლეტური, ვაჟკაცი ბიჭი ვარ. რა ვიცი, კიდე ვარ ბატონო გოგა, მეუღლეთ საკმაოდ მაღალი, დახატული, ულამაზესი და შეუდარებელი ყავს. დათო შენ ხარ? ხო. მე ვარ. მე? ის გამიხიყარები. რა გაგიგო კაცო, ვერა ხარ შენ, ჰა? რა გაგიგო შენგან გასაღები, რომ ჩაკეტე და გაშპი და წახვედი დამტოვე აქ, ვერ სამსახურში წავედი, ვერც ვერსად შეიძლება ასე კაცო, ჰა? დათო, ირა. ჰა? რაღაცა უნდა გითხრა და არ გამიბრაზდი, ხო? რა? რა და შარვალი დამისვარე, ხო გაიწიაბა იქით? ვაიმე, დათო ალექსიძე, რა არის ეს, ტალახი უსვია? წვიმაც. წვიმა? ვაიმე, დათო, მე არა ვღელდები წყნარად გეტყვი. გამიღე კარები უნდა მოკკლავ. კარი უნდა მოკლა გეუნები მე შენ. გამიგე გიჩვენე ახლა მოკლავი და მე მოკლავ იქ მოკლავ გამიგე. გია! უნდა მოკლავ მე.